სამოდელო სააგენტო Fashion Studio თბილისში საახალწლო ჩვენება მოაწყო. დეფილეში მარნეულის Fashion Studios ფილიალის მოდელებიც იღებდნენ მონაწილეობას. დეფილე რამდენიმე ნაწილისგან შედგებოდა, ასევე საქველმოქმედო ხასიათსაც წარმოადგენდა. მოდელებმა პოდიუმზე ცნობილი ბრენდები წარმოადგინეს. ჩვენებას ესწრებოდნენ მომღერლები, დიზაინერები, კოსმეტიკური კომპანიის წარმომადგენლები, თბილისის მერიის წარმომადგენლები და ჟურნალისტები. ჩვენ დღევანდელი ღონისძიება იმით არის მნიშვნელოვანი, რომ მასში მონაწილეობას იღებდნენ ზრუნავება მოკლებული და უნარშეზღუდული გოგონები. ყავდა რამოდენიმე სტუმარი ძალიან მნიშვნელოვანი, მე უბრალოდ არ მინდა ახლა გამოვყო ეს შეგნებულად ამ რაღაცა სინდრომიანი ბავშვები. მე ვფიქრობ, რომ შედგა ჩვენი შემოქმედებითი ტანდემი. ამ პროექტის მიზანი იყო ამ ბავშვების ინტეგრირება საზოგადოებაში. Fashion Studio რა თქმა უნდა ყოველ წელს აკეთებს გავს ღონისძიებებს და გააგრძელებს კიდევ უფრო მასშტაბური ღონისძიებების ჩატარებას. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ქალაქ თბილისის მერიას, რომლის მხარდაჭერითაც მოხდა მასშტაბური ღონისძიების ჩატარება და ყველა იმ ადამიანს რა თქმა უნდა რომელიც გვერდში დაგვიდგა. აუცილებლად გააგრძელებს Fashion Studio მსგავსი ღონისძიებების ჩატარებას და მე ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო გაიზრდება ჩვენი ბენეფიცია. ჩემი აქ ყოფნის დღევანდელი სტატუსი არის პირველი ის, რომ თქვენი კოლეგა ვარ და შესაბამისად როგორც თქვენ კოლეგას მიწევს კარგი გაგებით რა თქმა უნდა მსგავს ღონისძიებაზე მოსვლა, რომ აი ჩვენი ახალი ჟურნალისტვის აუცილებლად გვესაჭიროება ესეთი საინტერესო მასალები, როგორც დღეს აქ მიმდინარეობს. მეორე ის, რომ მე ჩვეულებრივად ყოველწლიურად ვატარებ ხოლმე მონიტორინგს საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების მეგას ცერემონიალისთვის, სადაც კი რამე ხდება, ყველაფრის საქმის კურსში ვარ და ის რაც დღეს აქ ხდება, თუნდაც აი თეატრალური კვარტეტი დგას ახალ სცენაზე ჩვენს უკან, მათი ასე ვთქვათ მონიტორინგი მთელი წლის განმავლობაში. მარნეულის Fashion Studios პირველი დეფილია, მე პირველად მონაწილეობა ძალიან მაგარია, კარგ დროს ვატარებ. მეც პირველად ვიღებ მონაწილეობა, ძალიან დიდი მადლობა Fashion Studios, ასეთ ლამაზი საღამოსთვის. მე საღამო ძალიან მაგარია.